იმედმა გამოაქვეყნა მილოცვის ფოტო, შეგვიძლია ნახოთ, გამოვიტანოთ ეკრანზე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი. აი ეს საწერია და მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი ხატია ფოტოზე და ცხადია ამან გამოიწვია ნებათაღელვა, გაოცება, აღშფოთება, გაკვირვება, ხო? რა ლოგიკა? აი ასეთ ფოტოს რატო აქვეყნებ? აი რა ლოგიკა? შეიძლება დაუშვათ თვლიდე მოქმედ მართველს დაუშვათ თვლიდე მოქმედ მართველს განსაკუთრებული მნიშვნელობის ფიგურად. მაგრამ სანამ მოქმედი მართველი არის მოქმედი მართველი, ეგ რაღაცა ეტიკეტი და ეგ სტანდარტი, რომ დიდ ისტორიულ ფიგურებთან ერთად არ აჩვენებ შენ თვითონ, მით უმეტეს, არ ვიცი მაგალითად, ვიღაცა დამოუკიდებელმა ადამიანმა რომ ეს იგივე რაღაცა გააკეთოს, გავსი ფოტო გააკეთოს, ნუ იქ კიდე იქაც უხერხულია, იმიტომ რომ აი დიდ ისტორიულ ფიგურას დაურთო მოქმედი მართველის თან არაოფიციალური მართველის ფოტო უხერხულია იქიდან გამომდინარე რომ ნუ ელემენტარულად ახლა მოქმედი პოლიტიკური მოღვაწის შედეგები უნდა გამოიცადოს დროში და დრომ უნდა აჩვენოს მისი ისტორიულობა, მისი სტატუსი და არ შეიძლება, რა ვიცი, აი მაგალითად წარმოვიდგინოთ ახლა სააკაშვილი რო პრეზიდენტია და მაგ დროს მერაბ კოსტავა ზვიადის და სააკაშვილის ფოტო რო დაედოთ, რაც ალბათ იმ დროს მომხდარა კიდევაც, ახლა მე ეს ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ არ გამიკვირდებოდა დარწმუნებული ვარ ვიღაცას იმ დროსაც გაუკეთებია, მაგრამ ეგ ხო კარიკატურული ნაბიჯი იქნებოდა და კარიკატურული ნაბიჯი იქნებოდა მლიქნელობის თვალსაზრისითაც, დამოკიდებულების თვალსაზრისით საკუთარი PR ჯგუფისგან, საკუთარი დაქვემდებარებული ჯგუფისგან, დამოკიდებულების თვალსაზრისით იმ ისტორიული ფიგურების მიმართ, იმიტომ რომ იმ ისტორიული ფიგურების მნიშვნელობა ხალხში ისტორიამ დაადასტურა, დრომ დაადასტურა, რომელმაც უნდა პასუხები გასცეს ამა თუ იმ ფიგურის მნიშვნელობას და როცა მოქმედი პოლიტიკური მოღვაწის დაქვემდებარებაში მყოფი ხალხი ეხლავე ამაზე რბილად როგორ შეიძლება კტენის ან საზოგადოების ტენის რო აი ასეთი აღქმა უნდა იყოს რაღაცა კულტის შექმნის მიზანმიმართული მცდელობასთან გვაქვს საქმე ეგ არეთაკილებად და რაღაც ასეთი შიდა გარემოში ეგ არა თუ არეთაკილებად არამედ ესე იგი ესეთი დაკვეთა ხო ეგ ბევრ რამეზე მეტყველებს როგორი შიდა გარემოა და მეტყველებს იმაზე რომ მათ შორის ისტორიული მნიშვნელობაც ამა თუ იმ ფიგურის როცა თავისივე დაქირავებულ ხალხს საკუთარი თავის ისტორიულ ფიგურად დემონსტრაციის დაკვეთას აძლევენ და ეგრე ფასდება ეგ დაკვეთა აბა მაშინ წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცა ზედარ გოლის წინააღმდეგობის პირობებში ამას არ გამოაქვეყნებ და როცა საკუთარ დაქვემდებარებულ დაქირავებულ ხალხს საკუთარ თავს ისტორიულ ფიგურად აფორმებინებს ვიღაცა ეგ როგორც მინიმუმ არამოკრძალებული და არათავმდაბალი საკუთარი თავის მიერ დამოკიდებულების დემონსტრაციაა რაც აი ისტორიულ მნიშვნელობას აკნინებს როგორც მინიმუმ და ბუნებრივი იყო საზოგადოების რეაქცია ამ სურათზე, საზოგადოების რეაქცია დაცინვა მოყვა საზოგადოებისგან და საზოგადოებისგან წამოსული დაცინვაც დემონსტრაციას ახდენს იმისა, რომ ძალიან შორს არის ივანიშვილის სტატუსი იმისგან, რომ ამ კონტექსტში ჩაეწეროს ისტორიაში. შეიძლება არსებობდნენ ისტორიული ფიგურები და კი არსებობდნენ ისტორიული ფიგურები, რომლებზეც სიცოცხლეშივე თავის აქტიურ მოღვაწეობაშივე ცხადი იყო რამხელა მნიშვნელობა ქონათ მათ ერისთვის, ოღონდ მათ გამოხატვას ამ სტატუსში სხვა წინა ისტორიული ფიგურების გვერდით ასეთი სიცილი და დაცინვა არ მოყვებოდა. ამიტომ კიდევ უფრო განსაკუთრებით კარიკატურული ჩანს ამ ფორმის პროპაგანდა იმ ვითარებაში, როცა შენ მიერვე მოწყობილი PR აქცია მთავარ დაცინვის ობიექტი ხდება მთელი დღის განმავლობაში და აი დღის თემა ხდება. ამიტომ ჩვენ შევდივართ ვითარებაში, სადაც
ჩემი აზრით ხელისუფლება ცოტა ვერაცნობიერებს რაღაცა სწრაფი ცვლილებების და განწყობების სწრაფი გარდასახვის პროცესში ვართ. ჩვენ სულ რაღაც წელიწადი, 1 წლის წინ, მაქსიმალურად წელიწად ნახევრის წინ ვიყავით შიდა ძალიან მწვავე დაძაბულობის ვითარებაში, სადაც არეულობები იყო, რყევები იყო და სადაც საგარეო ფრონტზე აქტუალური იყო ომის საფრთხე, არსებობდა მოლოდინი, რომ ჩვენ შეიძლება ომში ჩაგვაბან და ამ ფონზე, ამ დაპირისპირების ფონზე ამ ხელისუფლებას, რომელიც გადატრიალების მცდელობების რამდენიმე სერიის მომსწრე გახდა, ამ ხელისუფლებას გაუჩნდა წარმოდგენა, რომ რაღაც საზოგადოების დიდი ნაწილი, უმრავლესობა მათ მიმართ არის იმ საკმარისად ლოიალურად განწყობილი იმისთვის, რომ იბრძოლონ კიდევაც, როგორც მათ ჩათვალეს, მათ დასაცავად. და რაღაცნაირად ხშირ შემთხვევაში პოლიტიკაში არსებობს ეგეთი რეციდივი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი განწყობის მობილიზაციის გვერდითი მოვლენები, როცა ლიდერი პოლიტიკური ჯგუფები იმ განწყობების რღვევას ვეღარ აღიქვავენ, აი რაღაცა პიკი იყო არეულობების დაპირისპირების დაძაბულობის და ამ დაძაბულობის ფონზე კონსოლიდაცია მოხდა საზოგადოების ერთი ნაწილში განწყობების ოცნების სასარგებლოდ და როგორც კი გამოწვევებმა იკლო, საფრთხეებმა იკლო, ეს განწყობები მობილიზაციის თანდათან მინელდა და წავიდა ალტერნატიულ თემებზე საზოგადოების ყურადღების გადატანა. ოცნება რაღაცნაირად ჩარჩა იმ წარმოდგენებში, რომ საზოგადოებრივი განწყობები მსგავს კონდიციაშია ეხლაც და თან უბრალოდ კი არ ჩარჩა იმ წარმოდგენებში, ოცნება ცდილობდა აი ამ 1 წლის განმავლობაში კაპიტალიზება მოეხდინა, აი კონვერტირება მოეხდინა ამ განწყობების საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაში და მათ შორის კონვერტირება მოეხდინა საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმაში და ჩვენ ნახეთ რაღაცა არანორმალური კანონები, იქ რაღაცა მიტინგები აკრძალეს, საკუთარი თავის გინება აკრძალეს, იქ რაღაცა შეზღუდეს პოლიტიკური და მედია ძალების ქართველების მიერ უცხოეთიდან დახმარების თანხის გადმორიცხვაზე დააწესეს შეზღუდვები, იქ აკრძალეს მიგრანტებისთვის ხმის მიცემა და ასე შემდეგ. გიჟური კანონები მიიღეს, ანუ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების არანორმალურ მექანიზმებს სცადეს მექანიზმებისთვის მიემართათ და პარალელურად მათი პროპაგანდის ფორმამაც მიიღო კარიკატურული და გამაღიზიანებელი ხასიათი. ნიშნულობის ისეთი ხარისხის ხაზგასმა დაიწყეს საკუთარი ლიდერებისთვის და განსაკუთრებით ივანიშვილისთვის, რომ აშკარად ხალხის წარმოდგენები ამ ფიგურების მიმართ ძალიან აცდენილი იყო იმ ვერსიებს, რომლებიც ხალხისთვის შეტენვასაც ცდილობდა სახელისუფლებო პროპაგანდა და ამაზე ხალხს რეაქცია აქვს ისეთი, რომ ჩვენ მომსწრენი ვართ სინამდვილეში ამ ხელისუფლების სტატუსის აქტიური შევარდნაძიზაციის, ისე რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ ამ ფაზაში შედის მათი მმართველობის რეიტინგი, ეს ერთი და მეორე ამ შევარდნაძიზაციის მიზეზები მდგომარეობს იმაში, რომ აშკარად მათი აშკარად იკითხება უკვე ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილებები ამ ხელისუფლების შესრულებით, იმიტომ რომ როცა შენზე ასეთი ტიპის ფოტოებს აკეთებენ, როგორც მინიმუმ რო დაინახავ პრეტენზია უნდა გქონდეს, ასეთი რაღაცა არ გააკეთო და როცა არათუ პრეტენზია არ აქვს, არამედ ჯერიდან ჯერზე ასეთი ფოტოების, ასეთი ვიდეოების, ასეთი განწყობების ფრიალი ხდება შენი დაქირავებული პროპაგანდისტული საშუალებებისგან, ნუ იქ არათუ პრეტენზიასთან არ გვაქვს როგორც ჩანს საქმე, არამედ პირიქით როგორც ჩანს აქტიურ დაკვეთასთან გვაქვს საქმე.